ქუთაისის ქალაქობის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება ქუთაისის საპატიო მოქალაქეების არჩევა. საპატიო ქუთაისელების დაჯილდოება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. მეუფეს კურთხევით დილიდან დაიწყო ჩვენი ქალაქის დალოცვა, ის შემდეგაც ჩვენ სტუმრების საპატიო მიღება გავაკეთეთ მუზეუმში, შევხვდით უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს, უპრეცედენტო რაოდენობის სტუმრები ჩამოვიდა დღეს ქუთაისში და მადლობა მათ ამისათვის. ესენი არიან ჩვენ დამეგობრებული ქალაქები და პარტნიორი ქალაქები, რის შემდეგაც უკვე გადავინაცვლეთ უშუალოდ იმ ადგილზე, სადაც მიმდინარეობდა დღის ღონისძიებები. ეს იყო თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, ვერიკოს სკვერში და იქ ჩვენ სტუმრებს დავახვედრეთ უამრავი გასართობი სივრცე, ჩვენს თანამოქალაქეებს დავახვედრეთ საგამოფენო სივრცეები, სპორტული ღონისძიებები, მოხდა მდინარე რიონზე ჯომარდობით დაშვება. დავასრულეთ მესხიშვილის თეატრში საპატიო ქუთაისელების დაჯილდოება. წელს წილად ხვდა პატივი ჩვენს 5 თანამოქალაქეს, ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში. 5 საპატიო ქუთაისელი ავირჩიეთ წელს, რასაც ულოცავ თქვენი ეთერის საშუალებით. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ახლად არჩეულ საპატიო ქუთაისელებს ჯილდოები გადასცა და დამსახურებული აღიარება მიულოცა. მეც გახლავართ როგორც საპატიო ქუთაისელი პატივგების კომისიის წევრი და სანამ ავირჩევდით საპატიო მოქალაქეებს, სპეციალურად ახალი წესი შემოვიღეთ არჩევის ფარული კენჭისყრით და ნამდვილად ამ დიდმა კომისიამ, რომელსაც პატივგების კომისია ქვია, წლებია, ავირჩიეთ ღირსეული ქუთაისლები და რომელი არა 5 საპატიო ქუთაისელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქუთაისელი და ტაშშიც ეთყობოდა კიდევაც, როგორც შეხვდა ქალაქი აი ამ 5 ადამიანს, ნამდვილად ვერავითარი პრეტენზია ვერ ექნებოდა. მესმის, რომ ყველას აქვს პრეტენზია საპატიო ქუთაისლობაზე, მაგრამ ამას უნდა მეტი შრომა, მეტი სიყვარული, მეტი დამსახურება, მეტი ქუთათურობა, ესე ვიტყოდი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საპატიო ქუთაისელს ექნება თავის ადგილი და ყველას მიენიჭება საპატიო ქუთაისელის, თუმცა გვაქვს კიდე მეორე წოდება, ეს არის ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება და რომელიც თითქმის ორივე თანაბარია. გამორჩეული ტრადიცია ჩვენს ქალაქში ადამიანებს, რომელსაც დიდი ღვაწლი აქვს ქალაქის წინაშე, ადამიანებს, რომელსაც ძალიან დიდი დამოკიდებულება გააჩნიათ თავისი საქმის მიმართ და არიან გამორჩეული პროფესიონალები თავისი საქმის და თავისი ღვაწლით არა მხოლოდ ქალაქისთვის, ქვეყნისთვის აქვს მნიშვნელოვანი საქმე გაკეთებული. ყოველ წელს ჩვენ ვაჯილდოებთ. შესაბამისი პატივგების კომისია იღებს ამ გადაწყვეტილებას და მე ვფიქრობ დღესაც ღირსეული კანდიდატები იქნა შერჩეული, ულოცავ მათ აი მნიშვნელოვან ტიტულს. არ არის მარტივი იყო ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ეს არის დიდი დამოკიდებულება, ეს არის დიდი გარკვეული მოცემულობა, რომელსაც და დიდი ტვირთი ამავდროულად, რომელიც ცხოვრების განმავლობაში უნდა ატაროს ადამიანებმა, რომელსაც მიენიჭათ საპატიო ქუთაისლის წოდება. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების მუდმივი მოქმედი კომისიის რეკომენდაციითა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით ქუთაისისათვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ. თამას გამსახურდიას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს, დეკანოს თეიმურას არველაძეს, წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, შოთა ჯიშკარიანს, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფს, ბახტანგ ცაგარელს, საქველმოქმედო ფონდი ქართუს პროექტების ხელმძღვანელს, საუნივერსიტეტო ქალაქისა და ქუთაისის ადრონული ცენტრის დირექტორს, თენგიზ ულაქველიძეს, ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის დინამოს ვეტერან ფეხბურთელს, მისივე სახელობის საფეხბურთო აკადემიის დამფუძნებელს. 72 წლის ასაკში მე მივიღე უდიდესი სიხარული, უდიდესი პასუხისმგებლობა. აგირჩიოს შენმა ქალაქმა, მაშინ ცხოვრებმა ადამიანებმა, ხელისუფლებამ, შენი საყვარელი ქალაქის ღირსეულ მოქალაქედ არის უდიდესი დატვირთვა, უდიდესი პასუხისმგებლობა. ალბათ ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე დღე შეიძლება შევადარო იმ სიხარულს, რომელიც განვიცადა. უფალმა დალოცოს და აკურთხოს ყველა, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ჩემთვის უაღრესად კეთილშობილ საქმეში. დიდი მადლობა მინდა მე ორგანიზატორებს გამოუცხადო, ბატონ მერს, მთელს ქალაქს
ეს როგორც პატივია, ესე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მე ყოველთვის ვესწრები რომ გავამართლო ეს იმედები და მადლობა ნდობისთვის. უღმერთი მადლობა მინდა გადავხადო ქალაქის მერიას, ქალაქის საკრებულოს და რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ როგორც ქუთაისელი გაზეთი, ქუთაისის დაბადებული გაზეთი, ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის რაც მიმოღვაწავე ჩემ სფეროში, ეს იყო ძალიან დიდი დაფასება და მადლობა მთლიანად საქართველოს ქუთაისს. იმიტომ რომ ესეთი დიდი ფასი მე ჯერ ჯილდო არ მქონია რა. ეს არის ჭინვალი ჯილდო, უმაღლესი ჯილდო და ძალიან ვამაყობ რომ მე ქუთაისის საპატიო მოქალაქის წევრად გავხადე და ამირჩიეს. და მადლობა მოუხდი საქალაქო ხელმძღვანელობას, ყველა ადამიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემს არჩევანში. ქუთაისი ყოველთვის მიყვარდა და მეყვარება, ეს არის საბარდო და სამაისო ქუთაისი, ჩემი სიყვარული, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ადამიანობა. 2 მაისს ქუთაისის საპატიო მოქალაქეების არჩევის ტრადიცია 90-იანი წლებიდან დამკვიდრდა და დღესაც გრძელდება. დაახლოებით 25 წელია, ცოტა მეტი რომ რაც ამ ტრადიციას ჩაეყარა ქუთაისში საფუძველი ყოველი წლის გვირილობის დღესასწაულზე ჯილდოვდებიან ქუთაისის საპატიო მოქალაქეები. აი წელსაც ეს ტრადიცია არ იქნა დარღვეული და წელს პატივგებისა და სახელდების მუდმივი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე არჩეული იქნა ქუთაისის 5 საპატიო მოქალაქე. ქუთაისის საპატიო მოქალაქეების არჩევის ღონისძიება ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტით დასრულდა. ყველაზე ამაღელვებელი ღონისძიება 2 მაისობის მე ვფიქრობ არის ის მომენტი, როდესაც საპატიო ქუთაისელები ჯილდოვდებიან დრამატულ თეატრში. რასაც მოხვა ასევე ჩვენი სიამაყის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი და მან ანშლაგი ჩაიარა, გადაჭედილი იყო სრულიად დარბაზი. გალა კონცერტი მიმდინარეობს ახლა მეფეთობაში, სადაც თბილისის ბიგ ბენდი წარმოადგენს თავის პროგრამას. დღის მანძილზე არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა მეფეთობაში, როგორც სპორტული, ასევე კულტურული, ასევე საგანმანათლებლო და მე ვფიქრობ იყო ეს ერთგვარად გამორჩეული ქუთაის ქალაქობა.